ტემპერატურის მკვეთრი აწევის გამო ბოლო დღეები განსაკუთრებით ცხელია. ეს პერიოდი განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს, ხანდაზმულებს, ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მატარებლებს. ოზურგეთის კლინიკა მედალფას პედიატრმა მარიკა ზარნაძემ გურიეტივის გაუზიარა რჩევები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვნების მშობლებისთვის. მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული ვირუსები დიდი სიხშირით არ ცირკულირებს, მაგრამ გამოწვევად რჩება სიცხიანი ამინდები, რომლის დროსაც პატარებს განსაკუთრებული სრუნა სჭირდებათ. ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, გარემოს ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება რისკი ძირითადად გაუწყლოების, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში არის სახიფათო, ძირითადად 2 წლამდე ასაკი არის განსაკუთრებით საყურადღებო, იმიტომ რომ კანის გზით ხდება აორთქლება ძირითადად და სასურველია თუ დილის 10 საათიდან 6 საათამდე თუ ძალიან აუცილებელი არ არის იყონ სახლის პირობებში თუ გარეთ გაყვანა აუცილებელი ამ შემთხვევაში შესაბამისად უნდა იყოს შემოსილი, ანუ თავსაბურავი, დახურული ტანსაცმელი და სასურველი არის ისეთი ბუნებრივი ქსოვილისგან ტანსაცმელი, რომ კანმა ისუნთქოს და აუცილებლად წყალი, წყლის მიღება აქტიურად უნდა მივაწოდოთ, რომ გამოშრობისაგან, გაუწყლოებისაგან დავიცვათ. უფლიანობის დროს წყალთან ერთად კიდე ელექტროლიტების კარგვაც ხდება და ხანდახან ელექტროლიტების წახმარებაც დაგვჭირდება წყალთან ერთად, რომ არ მოხდეს იმის ელექტროლიტების დონის დაქვეითება. მნიშვნელოვანია აგრეთვე სითბური დაკვრა და მზის დაკვრა. ანუ გარემოს ტემპერატურაც ახდენს გავლენას, არა მარტო პირდაპირ მზის სხივები, ამისგან დასაცავადაც ისევ და ისევ წყალი გვეხმარება. რო ვთქვა, რომ ძალიან ბევრი შემთხვევები არის და მომართვიანობა ძალიან მაღალია, ჯერჯერობით საბედნიეროდ არ არის. თუმცა უკვე დაიწყო ცოტა ნაწლავური ტიპის ნაწლავური ინფექციები, ახასიათებს გულისრევა, ღებინება, აშლილობა, ტემპერატურა. მაინც ყველა ინფექცია ასე თუ ისე თითქმის უმეტესად გადადის ხელების გზით, ამიტომ პირველ რიგში ხელების ხშირი დაბანა, ჰიგიენა და ზედმეტი კონტაქტები, აი თუ გავიგონებთ, რომ ვიღაცას აქვს ტემპერატურა, ბავშვი მოვარიდოთ უნდა კონტაქტებს, რომ იოლად არ მიიღოს ეს ინფექცია. გულსიზრდართა სისტემის დაავადებები მოსარიდებელია, ფარისებრის პრობლემები, ვისაც აქვს, ისინიც მოსარიდებელია. და ზოგადად არც არავის უხდება, ჯამრთელსაც არ უხდება. განსაკუთრებით ბავშვები დასაცავი არის და ისინი ჩვენზე არიან დამოკიდებული და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ შესაბამისი პირობები შევქმნათ გართულებებისაგან დასაცავად.